ყინჭვისის ტაძარი. ყინჭვისის ტაძარი არა მხოლოდ ისტორიული ძეგლი, არამედ ქართული მხედრული და ფრესკული ხელოვნების უძვირფასესი ნიმუშია. მისი არქიტექტურა თვალშისაცემი სიმეტრიით, განზომილებითა და დეტალებით გამოირჩევა. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა, რაც მას სივრცეს და შიდა ჰარმონიას ანიჭებს. გუმბათი, რომელიც ეყრდნობა 4 ბურჯს, ქმნის ფერების და სინათლის თამაშს, რაც არქიტექტურას განსაკუთრებულ ლამაზ ვიზუალურ ეფექტს აძლევს. ტაძრის კედლებზე შემორჩენილ ფრესკებს ხელოვნების საოცარი ღირებულება აქვს. ფრესკებზე გამოსახულია იესო ქრისტე, ღვთისმშობელი მარიამი, მოციქულები და წმინდანები. მათში ჩანს ქართული მხატვრული ტრადიციები, სიმარტივე, სინაზე, ფერთა ჰარმონია და სულიერი სიღრმე. ფრესკები გამოხატავს არა მხოლოდ რელიგიურ სულიერებას, არამედ აჩვენებს ქართული ფიგურული მხატვრობის მაღალ ტექნიკურ დონეს. ყინჭვისის ტაძრის არქიტექტურა და მხატვრობა ერთად ქმნიან ერთმთლიან ხელოვნების ნიმუშს, რომელიც ქართული კულტურისა და სულიერების სიმბოლოდ რჩება. ლეგენდა ყინჭვისის ტაძარზე. სიტყვები ამბობენ, რომ ტაძარი აშენდა ერთ უბადლო მიწაზე, რომელიც ადრე კლდესა და პატარა ტყისგან შედგებოდა. როდესაც მღვდელი და ხუროთმოძღვარი ტაძრის აშენებას აპირებდნენ, მის ადგილზე მუდმივად მეტად მტვრევადი კლდე გამოჩნდებოდა, რომელიც ყველაფერს დაანგრევდა. ერთხელ ღამით მღვდელმა სიზმარში ხილა წმინდანები, რომელმაც უთხრეს: აქ ჩვენი სული დაისვენებს, თუ მშენებლები თავიანთ შრომას გულით დაიცავენ და ერთმანეთში თანხმობილი იქნებიანო. მღვდელმა და მასთან მომუშავე ხელოსნებმა ყურადღებით მოხაზეს გეგმა, მოარმარაგეს ქვებით, ღიმილი და ურთიერთთანხმობით მოწყუნენ და მეორე დღეს კლდე აღარ ბლოკავდა მათ სამუშაოს. ტაძარი კი მშვენივრად აშენდა. ასე დაიბადა ყინჭვისის ტაძარი, როგორც მშვიდობის, შრომის, სიყვარულისა და სულიერი ერთობის სიმბოლო. მადლობა ყურადღებისთვის.